ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ამის შესახებ ინფორმაციას კოალიცია ცვლილებისთვის წევრი იურისტი მარიკა არევაძე ავრცელებს, რომელმაც დაკავებული ოპოზიციონერი დღეს ციხეში მოინახულა. მისი თქმით, ხოშტარია იმაზე მძიმედ დახვდა, ვიდრე წარმოედგინა. არევაძე ამბობს, რომ პენიტენციურმა სამსახურმა იცის პოლიტიკოსის ტკივილის ხარისხის შესახებ, თუმცა შესაბამისი კვლევებისა და მკურნალობისთვის არაფერს აკეთებენ. დღეს ვიყავი ელენესთან, მისი მდგომარეობა არის გაუარესებული, მას შემდგომ თანმკვეთრად გაუარესებული, მას შემდგომ რაც მე ის ბოლოს ვნახე. გადაადგილდება ხელჯოხით და საკმაოდ შეფერხებულად აქვს გაწნილებული როგორც გადაადგილება, ასევე მოქმედებაც და საუბარიც. პენიტენციური დაწესებულება არის ვალდებული ყოველგვარი განცხადების, ყოველგვარი მიმართვისა თუ მოთხოვნის გარეშე, როგორც კი ხედავს, რომ პატიმარს აქვს სამედიცინო საჭიროება, უზრუნველყოს ის შესაბამისი სამედიცინო საჭიროებით. რაც ამ შემთხვევაში მას არ გაუკეთებია და უნდა შეასრულოს თან დაუყოვნებლივ საკუთარი ვალდებულებები, უნდა მოეშვა სხვაზე რაღაცების გადაბრალებას, რაღაცა მიზეზებს და თავის მართლებას უსუსს და უნდა გააკეთოს ის, რაც მას ევალება. მარიკა არევაძემ დღეს რუსთავის მეხუთე პენიტენციური დაწესებულებიდან ელენე ხოშტარიას წერილიც გამოიტანა. ყველა ჩემს გულშემატკივარს მინდა ვუთხრა, რომ მიზეზი რატომაც მე გავასაჯაროვე ეს საკითხი არის არა ის, რომ მე ვერ ვუძლებთ კივილს ან რამეს. ჩემი გამძლეობა უსაზღვროა, გარწმუნებთ. მიზეზი არის ის, რომ დეკემბრიდან ივნისის ჩათვლით გონიურულ ვადაზე მეტია გასული და დავრწმუნდი, რომ ოცნების სისტემის კიდევ ერთი დანაშაული პატიმრების ჯანმრთელობით მანიპულირებაა. დავრწმუნდი საკუთარ მაგალითზე. ასევე მოვაგროვე ყველა არგუმენტი ამისთვის და გადავწყვიტე სისტემას ამ საკითხშიც დაუპირისპირდე. რა თქმა უნდა, მხოლოდ სამართლიანად და მხოლოდ იმ დოზით, რა დოზითაც დააშავებენ. ჩემს გამძლეობაზე არ ინერვიულოთ, აბსოლუტურად რაციონალურად და მშვიდად ვაგრძელებ აქ ყოფნას და ბრძოლას. ამათ დიდი სურვილი ჰქონდათ, რომ უარი მეთქვა მკურნალობაზე, ვერ ეღირსებიან, პასუხს აგებენ ყველა დანაშაულზე. წარმოუდგენელ ძალას მაძლევს ის სოლიდარობა, რასაც ეს დღეები ვუყურებ. თემასთან დაკავშირებით დღეს მედიამ შეკითხვები დაუსვა ოცნების იუსტიციის მინისტრს. პაატასალია ამტკიცებს, რომ ხოშტარიას ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურება გაეწია და ის დიაგნოზი, რაზეც მას ეჭვი ჰქონდა, გამოირიცხა. მისივე თქმით, სპეციალური პენიტენციური სამსახური მზად არის, როგორც კი ნდობით აღჭურვილი ექიმების შესაბამის დოკუმენტაციას მიაწოდებენ, ის ელენე ხოშტარიასთან შეუშვან. იგივე გაიმეორა დღეს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი პატარიძემაც. პირველივე დღიდან, როდესაც ქალბატონ ხოშტარიას დაჭირდა სამედიცინო დახმარება, მას მიეწოდებოდა სრული სპექტრი სამედიცინო მომსახურების. სპეკულაცია ის არის, რომ ექიმი ვერ ახერხებს შეცვლას. იცით რატო ვერ ახერხებს ექიმის შეცვლას? იმიტომ, რომ ვერ მიაწოდეს პენიტენციურ სამსახურს ექიმის პირადობის მოწმობის ასლი და შესაბამის სფეროში, სამედიცინო სფეროში ექიმის სპეციალიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. როგორც კი იქნება მიწოდებული ეს დოკუმენტაცია, ექიმი შეძლებს შესვლას და მოინახულოს ქალბატონი ხოშტარია. მე ახლა ვერ ვისაუბრებ კონკრეტულ დაავადებებზე, მოგეხსენებათ, ეს არის პერსონალური ინფორმაცია. საბედნიეროდ ის დიაგნოზი, რაზეც მას ეჭვი ჰქონდა, გამოირიცხა. ახლა მიმდინარეობს დამატებითი შემოწმებები და რაიმე საგანგაშო მდგომარეობა ამჟამად არ არის. ექიმთან დაკავშირებული დოკუმენტების შესახებ ბრალდებებს უკვე უპასუხა ელენე ხოშტარიას ადვოკატმა შოთა თუთფერიძემ. მისი თქმით, დოკუმენტები, რომლებზეც საუბრობენ, მანამდე მოთხოვნილი არ ყოფილა, თუმცა დღეს პენიტენციურ სამსახურში ყველა საჭირო ინფორმაციას წარადგენენ, რათა ექიმმა ელენე ხოშტარიას მონახულება შეძლოს. თუთფერიძე ამბობს იმასაც, რომ პენიტენციურმა ხოშტარიას კვლევები მხოლოდ მას შემდეგ ჩაუტარა, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საჯაროდ გახდა ცნობილი. რაც შეეხება დიაგნოზს, რომელიც პაატასალიას თქმით არ დადასტურდა, ადვოკატი ამბობს, რომ ამ საკითხზე დასკვნა შესაბამისი სპეციალიზაციის ექიმმა უნდა მოამზადოს.